აი აქ ჩვენ ვხედავთ პირველად რუკაზე ზუსტად იმ დროშას, რომელიც დღეს არის საქართველოს დროშა. აქ ქვემოთ წერია გეორგიანია, საქართველო და აი აქ წერია ტიფლისი. გაეცანით საკუთარი ქვეყანა ისეთი, როგორცაც მას მსოფლიო 7 საუკუნის წინ იცნობდა. დროშით, რომელიც თბილისის თავზე ფრიალებდა და არა მხოლოდ თბილისის. და აი აქ სევასტოპოლის, ანუ სოხუმის თავზე არის იგივე ხუთჯვრიანი რუკა და ხაზებით, მწვანე ხაზებით გვერდში. ეს არის 1336 წელს დახატული რუკა. ევროპული რუკა რომ არა, მეტი გვექნებოდა სამტკიცებელი. აი ამ შემდგომ რუკაზე, ცოტა ხნის შემდგომ დახატულზე, უკვე ისევ ჩანს ეს კავკასია და აი აქ ისევ არის თბილისი და თბილისის თავზე არის ისევ ხუთჯვრიანი დროშა. როდესაც აი ეს დროშაზე იყო საუბარი, რომ მე ვამბობდი, რომ ისტორიულად ეს არ დასტურდება თქო, მაგრამ რაც დავიწყე ამ რუკების შესწავლა და ამ რუკებზე ნამდვილად რეალური დროშებია გამოსახული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა მართლაც არის საქართველოს დროშა. ეს არის რუკა ერთ მხრივ და მეორე მხრივ არის ენციკლოპედია. რაც იცოდნენ, ის ეწერა ამ რუკას. 1516 წელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის რუკა გააკეთა ვალდემარ მიულერმა და აი აქ თქვენ ხედავთ საქართველოს მეფეს. კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და ქვემოთ დაწერია, რა ქვია, საქართველოს სამეფო, როგორც უკვე გითხარი და საქართველოს მეფე ხატია. საქართველოს მეფის გამოსახულება სხვა რუკებზეც არის, მაგალითად, აი, რექს გეორგიანე დაწერია, აგერ კარგი მეომრები ცხოვრობენ. რუკის ავტორი ამბობს დაყრდნობით ასაკვირველი იმ ინფორმაციას. აი, ასეთ რუკებზე არის შეგროვილი ის ცოდნა, აი ამ რუკებზე, თქვათ არის შეგროვილი ის ცოდნა, რაც მოგზაურება, მარკო პოლო მოდის თუ სხვები მოდიან აღმოსავლეთისაკენ, ისინი იწერენ ყველგან ცნობებს, რაც არსებობს. მერე ეს კარტოგრაფები სხედან და აი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, რა ქვია, ვიზუალიზაცია გაუკეთონ ამ მასალას და ტექსტები წერენ. არის სხვა რუკებიც, მაგრამ ზეც ესე წერია, რომ აი კაი მეომრები არიან, კაი შესახედი ხალხია. და ეს ის ქვეყანა კი არაა, რომელიც ზოგიერთის წარმოდგენაში, ზოგიერთი ცუდი ევროპელი პოლიტიკოსის წარმოდგენაში, სადღაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეიქმნა. არამედ ეს ქვეყანა არსებობს, ადრე ანტიკურ პერიოდში უნდა გავაგებინოთ, რომ კოლხეთისა და იბერიის სახელით და შემდგომში როგორც საქართველოს შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და საქართველო არის მათთვის ასე ცნობილი სამყაროს განუყოფელი ნაწილი. სპეციალისტობა სულაც არ უნდა. ამ რუკების ზედაპირული შესწავლითაც ცხადია, რომ ათასწლეულების წინაც იმჯერ კიდევ ძალიან პატარა მსოფლიოს ნაწილი ვიყავით. კოლხეთი და ოქროს საწმისი რო აი, ხედავ, სადავართ. მშვენივრად მიყუდებულია ოქროს საწმისი. იმ დროინდელ სამყაროში, ლაპარაკობთ მე-12 საუკუნეს. ხო? ლაპარაკობთ მე-13 საუკუნეს. არგონავტების მითი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეებში და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს აი ვახსენეთ, რა ქვია, ჰერფორდის რუკაზე პირდაპირ, აი აქ ჩანს ოქროს საწმისი, ისე როგორც აი ეპსდორფის რუკაზე. ევროპელთა და სხვათა დახატული რუკები საქართველოს ისტორიის ზოგიერთ თეთრ ლაქას ამოავსებს. სავარაუდოდ რუკებს მაშინ ქართველებიც ქმნიდნენ, მაგრამ დღემდე არაფერს მოუღწევია. რამაც მოაღწია წინაპართა დახატულიდან, ცალკე გაშიფრვა და ახსნა იმასაც სჭირდება. საქართველოს ყველაზე მთავარ ეკლესიაში, სვეტიცხოველში არის გემები გამოსახული. ეს გემები არის სამხედრო გემები. სავარაუდოდ მთელი ის ნაწილი ფრესკის იმ კედელზე არის არა უგვიანეს მე-14-15 საუკუნის. ამ გემებს აქვთ დროშები. ქართულ ეკლესიაში სხვა ქვეყნის დროშების დახატვის აზრს მე ვერ ხედავ. გარდა ამისა, ვიცით იმ დროს დაახლოებით რა ქვეყნის გემები დადიოდნენ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვენეცია და გენუა. არც ვენეციას და არც გენუას არ აქვს ასე. ანუ პარალელურად ეხლა მაშინ არ არის ესეთი ჩამოყალიბებული, იხმარებოდა. იყო ხუთჯვრიანი და იყო წითელზე ოქროსფერი ჯვარი. აი ეს იყო, მე ვფიქრობ, საქართველოს სხვადასხვა პერიოდში დროშები. კაცობრიობამ პირველი რუკები დიდი ხანია დაკარგა. ფაქტია, ძველ მოგზაურს